დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ, როგორ ჩაიარა გამოცდამ, რომლის ბლოგებსაც გასული 4 თვის განმავლობაში ვდებდი და რომლისთვისაც 120 დღის განმავლობაში დაახლოებით 7-8 საათს ყოველდღე მეცადინეობდი. ვინ ჩემს თორებს ადევნებთ თვალყურს, ნახავდით, რომ გამოსაშვების საღამოც ჰქონდა, ყველაფერი აღვნიშნეთ, ვიმხიარულეთ, თუმცა გამოცდის შედეგები ჯერ ცნობილი არ იყო და სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. როგორც ხედავთ, აი ეს კედელიც კი არ გამისუფთავებია და ყველაფერი ისევ იმ რეჟიმშია სახლში, რა რეჟიმითაც ამ გამოცდისთვის ვემზადებოდი. მოკლედ, როგორც იქნა, დადგა ეს დღეც და დღეს არის პირველი დღე გამოცდის. ხვალდაზე იქნება მეორე, მესამე დღე და შევეცდები ყველაფერი, ასე ვთქვათ, გადავიღო, რასაც მოვახერხებ და თქვენს გაჩვენოთ. და ეს არის უკვე მეორე დღე. დღეს ხვალაც და დამთავრდება ყველაფერი. წავედით. და ესეც ბოლო დღე და დღეს ყველაფერი დამთავრდება რა. იმდენი ხანი ამ დღეს ველოდები, აღარც კი მჯერა რომ მოვიდა. ცოტა ადრე მოვედი და მიწევს ახლა რომ გავიდეთ. რაც შეეხება შედეგს, ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე. არ დაგიმალავთ და პასუხები უკვე ვნახე, არ დავიწყებ ფეიქ რეაქციების გადაღებას და ზუსტად ის შედეგია, რისთვისაც ვშრომობდი ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა ჩავაბარე და ამას გარდა ჩავაბარე ისეთი შედეგით, რომელიც ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო და სრულიად სასიხარულო. ახლა კი შემდეგი კვირიდან ვიწყებ პრაქტიკულ წელს, რასაც გერმანიაში პეიოტი ჰქვია. პეიოტის განმავლობაშიც ვეცდები მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ეს ვიდეო დღიურის ფორმატი შევინარჩუნო. ასე რომ შემდეგი კვირიდან დაელოდეთ ახალ და საინტერესო ვიდეოებს.